და მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია, როგორც იცით, შუადღე ყოველ ხუთშაბათს დროს თმობს გარემოს დაცვის თემებს. სახელმწიფო გარემოს დაცვითი პოლიტიკის ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულება აქვს: უკანონო ტყით-სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. ბოლო წლებში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, გაძლიერდა პატრულირება, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები და გაიზარდა პასუხისმგებლობა სამართალ დარღვევებზე. დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ, რა შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკამ პრაქტიკაში, რა სტატისტიკა გვაქვს და რა გამოწვევები რჩება. ჩვენი სტუმარია ტარიელ ირემაძე, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. მე მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ პირველ რიგში უკანონო ტყით-სარგებლობის თემით და რომ გითხრათ, როგორ მუშაობს დღეს 24 საათიანი უწყვეტი პატრულირების სისტემა და რამდენად ეფექტიანი არის ის განსაკუთრებით პრევენციის კუთხით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ აქტიურად აგრძელებთ გარემოს დაცვითი საკითხებით დაინტერესებას. რაც შეეხება ტყით-სარგებლობას, დასაწყისში აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ გარემოს დაცვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს 2025 წელს წარმოადგენდა და ეს 2026-იც გაგრძელდება უკანონო ტყით-სარგებლობის კონტროლი და პრევენციული ღონისძიებების მაქსიმალურად გაზრდა. რაც შეეხება გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის როლს, მოგეხსენებათ, აღნიშნული დეპარტამენტი წარმოადგენს მთავარ სახელმწიფო აკონტროლებულ უწყებას აღნიშნული მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში მინდა გითხრათ, რომ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა დანერგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაცია და ეს ეხება არა მხოლოდ ეკიპაჟების, ესე თქვათ, გაზრდას, პატრულირების გაძლიერების თვალსაზრისით, არამედ ასევე სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას და დამკვიდრებას, როგორც არის მაგალითად უპილოტო საფრენი აპარატები, დრონებით კონტროლი სხვადასხვა მიუვალ წერტილებში, ასევე სხვადასხვა ღამის ხედვის სპეციალური საშუალებების გამოყენება და დამატებით სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, რომელიც ჩვენ პატრულირების ეკიპაჟებს სხვადასხვა რეგიონალური მასშტაბით სპეციფიკიდან გამომდინარე ეხმარებათ სწორედ უკანონო ტყით-სარგებლობის კონკრეტული ფაქტების გამოვლენაში. აი, პრაქტიკაში რომ გითხრათ, ეხლა თქვენ რაზეც ისაუბრეთ, დრონებზე, ფოტოხაფანგებზე, რაც ერთგვარი ინოვაცია არის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა არის. პრაქტიკაში როგორ ცვლის ეს ინსტრუმენტები სამართალ დარღვევის გამოვლენის ხარისხს? გულისხმობ თუნდაც დროში რამდენად უფრო პრაქტიკული და სწრაფი არის და რა თქმა უნდა ხარისხზეც მაქვს კითხვა. კი ბატონო, საკმაოდ საინტერესო კითხვა. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ დაახლოებით 5 წლის წინ მსგავსი, ესე თქვა, თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობის პირობებში მხოლოდ ძირითადი დასაყრდენი რესურსი ეს იყო ადამიანური ფაქტორი, ანუ ეკიპაჟების რაოდენობა, ადამიანები, რომლებიც გადაადგილებიან სხვადასხვა რეგიონში და საკუთარი, ესე თქვა, მწირი რესურსებით ახერხებენ სხვადასხვა ტიპის ფაქტების გამოვლენას. აქ არ არის საუბარი მხოლოდ უშუალოდ, ესე თქვათ, მხოლოდ უკანონო ტყით-სარგებლობაზე. აქ არის ბევრი სხვა ეტაპი და ასპექტი, მაგალითად, როგორც არის უკანონო სახერხის საამქროები და თქვენ იცით, საკმაოდ, ესე თქვათ, მრავალი გამოვლენა ამ მიმართულებითაც აქვს დეპარტამენტს. რაც შეეხება ეფექტურობას, თქვენ კითხვას დაუბრუნდები. სწორედ მსგავსი, ესე თქვათ, ტექნოლოგიების შემოტანამ ჩვენ ერთი პატრულირების, ესე თქვათ, პერიოდში პრევენციის და გამოვლენის დრო შეგვიმცირა და მეორე საკმაოდ მოიმატა გამოვლენების რაოდენობა კონკრეტულ, ესე თქვათ, სტატისტიკურ ჭრილებში. იქნებოდა ეს უკანონო სახერხი საამქროების გამოვლენა, იქნებოდა ეს სხვადასხვა ტიპის, ესე თქვათ, ტრანსპორტირებები უკანონო და ასე შემდეგ, რომელიც მათ შორის, ესე თქვათ, დაკავშირებულია არა მხოლოდ, ესე თქვათ, თანამედროვე ტექნოლოგიებთან, რომელსაც ჩვენ საუბრობთ, არამედ პატრულების გაძლიერებასთან და გაძლიერებაში ჩვენ გულისხმობთ აქ პატრულების ეკიპაჟების დამატებას კონკრეტული მიმართულებით და ასევე მათ გადაიარაღებას. ბატონ ტარიელ, ჩვენ ვისაუბრებთ სტატისტიკაზე, რაც უკვე შესაძლებლობას მოგცემს ციფრებში ვნახოთ თუ ამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა რა შედეგები მოგცა, თუმცა მანამდე მინდა გითხოთ სანქციებთან დაკავშირებით და ვიცით რომ შეიცვალა და გაიზარდა სანქციები და ჯარიმები. თუ შეგიძლიათ აი ამაზეც რომ გითხრათ, გამკაცრება მხრივ რა ცვლილებებს გვაძლევს და რამდენად ეფექტური არის ჯარიმების გაზრდა აი ამ მიმართულებით. კი
კი ბატონო, გეტყვით 2025 წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდამხვევთა კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც სწორედ უკავშირდებოდა საჯარიმო სანქციების გაზრდას და კონკრეტულ ესე თქვა სამართალდამხვევებზე და მუხლებზე მოხდა ხშირ შემთხვევაში გაორმაგება და რამდენიმე შემთხვევაში გასამაგება კონკრეტული საჯარიმო სანქციების. მაგრამ აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ მონეტარულ და ფულად ესე თქვა საჯარიმო სანქციებზე, მოგეხსენებათ უკანონო დღით სარგებლობის კონკრეტული ესე თქვა დარღვევები ძირითადად კი ბატონო სწორი ბრძანდებით ძირითადად მიემართება სისხლის სამართლებრივი ესე თქვა დანაშაულის პასუხისგებლობის ჭრილში, მათ შორის უკანონო სახერხი საამქროების არსებობის პერიოდში და სისხლის სამართლის კოდექსის გატარდა კონკრეტული ცვლილებები და გაიზარდა პასუხისგებლობები, ვადები იმ ესე თქვათ პირების მიმართ, რომლებიც მსგავსი საქმიანობით იყვნენ წარსულში დაკავებული და მომავალში აპირებენ მსგავსი საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისად, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის და ზოგადად სამინისტროს მთავარი მოწოდება ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ის, რომ მოვერიდოთ მსგავსი ფაქტების ჩადენას, რადგან პატრულირება მთელი საქართველოს მასშტაბით არის ძალიან გაძლიერებული. ვიყენებთ საკმაოდ ეფექტურ საშუალებებს, შესაბამისად ჩვენი მხრიდან თითოეულ ფაქტზე გატარდება მყისიერი რეაგირება და გატარდება მათ შორის კანონით გათვალისწინებული ზომები. თქვენ სხვადასხვა დარღვევაზე საუბრობდით და შესაბამისად იმ პასუხისმგებლობაზე, რის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სამართალდამხვევი. მე მინდა მიმდინარე წლის მონაცემებზე ვისაუბრო. 2025 წლის 11 თვეში გამოვლენილია 1653 ფაქტი და დალუქულია 50-ზე მეტი, უფრო ზუსტად კი 57 უკანონო სახერხის საამქრო. მაინტერესებს რა ტიპის დარღვევები ჭარბობს დღეს საინტერესოა და როგორ იცვლება თუნდაც ბრაკონიერების ქცევა ამ მიმართულებით. კი ბატონო, მე მოგახსენეთ, რომ წლების განმავლობაში საზედამხედველო ფუნქციები და მათ შორის კონკრეტული ესე თქვათ ტექნიკა ვითარდებოდა და მათ შორის გარკვეული ინოვაციები იქნა შემოღებული. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ წლების განმავლობაში საკმაოდ განვითარდა ბრაკონიერების კონკრეტული უნარები და მათ შორის ტექნოლოგიურად განვითარდნენ, ასევე ფანტაზია საკმაოდ განვითარდა. მე მინდა მოგიყვანოთ ერთ-ერთი საკმაოდ ესე თქვათ ბჭყალებში ინოვაციური მაგალითი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა, სვანეთიდან მომავალი ავტოსანტრანსპორტო საშუალება, რომელიც სპეციალურად განკუთვნილი იყო, ეს იყო ბენზომზიდი, ესე თქვათ, ჩვენი ეკიპაჟების მხრიდან შეჩერდა სამეგრელოს ტერიტორიაზე და დათვალიერება მოხდა სპეციალურად, კადრებსაც ხედავს მაყურებელი და აღმოჩნდა საკმაოდ დიდი რაოდენობის და დიდი ოდენობის ხეტყით დატვირთული ავტომობილი, რომელიც სპეციალურად განკუთვნილი არის დიზელისა და ბენზინის ტრანსპორტირებისთვის. აქედან გამომდინარე, როგორც ვახსენეთ, საკმაოდ ვითარდება მსგავსი ესე თქვათ მიდგომები, ტექნოლოგიები. არაერთი ფაქტი გქონია ესეთი, მაგრამ ჩვენი ესე თქვათ გაძლიერებული პატრულებით, გარკვეული ტიპის ესე თქვათ შესაბამისი ინფორმაციებით და შესაბამისი მიდგომებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად არ გამოგვქცეს არაერთი ფაქტი და ნებისმიერ ესე თქვათ სამართალდამხვევაზე მოვახდინოთ ყისიერი რეაგირება. ჩვენ როგორც ვიცით, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ბევრი მიმართულებით საინფორმაციო კამპანიასაც ახორციელებს, თუნდაც იმისთვის, რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს, მაგრამ როდესაც კონკრეტული რამ ფინანსებს ეხება, იქ რთული არის ადამიანების მართვა, ასე ვთქვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამინისტრო მაქსიმალურს აკეთებს ცნობიერების ასამაღლებლად. გარდა ამისა, როგორც ვიცით, მოსახლეობას თავაზობენ კონკრეტულ ადგილებში გამოყოფას სივრცის, საიდანაც მოხდება ამ შესწავლილი ხეების მოჭრა კანონიერად, შემდეგ დაფირმიშება და აი ასე კანონიერი გზით მიღება იმ ხის, რომელსაც შემდეგ ადამიანები იყენებენ. გეთანხმებით აბსოლუტურად, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება საინფორმაციო მიმართულებას და სამინისტრო მისი, ესე ვთქვათ, დაქვემდებარებული უწყებების მეშვეობით და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება სამინისტროს მასშტაბით წარმოადგენს განათლების და ინფორმაციის ცენტრი, რომელიც მუშაობს სწორედ ესეთ საკითხებზე, მაგრამ მათ შორის გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ჩართულია ამ მიმართულებით კონკრეტულ რეგიონებში ტარდება
დრო და დრო შესაბამისი შეხვედრები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან, მათ შორის მოსახლეობასთან და მათ მიეწოდებათ არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაცია, არამედ მათი საჭიროებების მოსმენა ხდება და ხდება შესაბამისი, ესე ვთქვათ, ინფორმაციის მიწოდება და დაგეგმა, რომ მოსახლეობის ინტერესი იქნას გათვალისწინებული. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი აუცილებლად უნდა დავამატო ის, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ესე ვთქვათ, თვითმიზანს არ წარმოადგენს ადამიანების დაჯარიმება ან მათი სანქცირება ან პასუხისმგებაში მიცემა შესაბამისი, ესე ვთქვათ, ორგანოების მეშვეობით. აქ მთავარი ფაქტორი და მთავარი აქცენტი კეთდება პრევენციაზე, გარემოს დაცვაზე და ადამიანების ჯანმრთელობის გაფრთხილებას. ადამიანების ჯანმრთელობის გაფრთხილებაზე ვსაუბრობთ და მინდა ვისაუბროთ ატმოსფერული ჰაერის თემატიკაზეც. უკვე 2 წელია მიმდინარეობს ხილული გამონაბალქვის კონტროლი 4 დიდ ქალაქში, მათ შორის რა თქმა უნდა დედაქალაქშიც და საინტერესოა გითხრათ, რას გვიჩვენებს პრაქტიკა და რა შედეგები დაფიქსირდა ამ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა არის. მოგეხსენებათ 2023 წლამდე არ არსებობდა არანაირი კონტროლი ქალაქებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა. 23 წლის 4 სექტემბერს დაიწყო მსგავსი კონტროლი საქართველოში, რისი მთავარი მიზანიც არის ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ამ, ესე ვთქვათ, კონტროლის გარდა ძალიან ბევრი რამ კეთდება და მოკლედ გეტყვით, თუმცა კონტროლს რომ დაუბრუნდეთ გზებზე, თუ თქვენ გადაავლებთ თვალს კონტროლის დაწყებამდე დაუშვათ ვიზუალურად რა ხდებოდა და ეს ინფორმაციები ჩვენ ვიზუალურადაც გვაქვს და მათ შორის სტატისტიკური მაჩვენებელიც ამას აჩვენებს, ძალიან ბევრი ავტომობილი გვხვდებოდა მსგავსი პრობლემით, რომელსაც ჰქონდა გამონაბოლქვი, მათ შორის ცენტრალურ უბნებში ჩვენ ხედავდით ავტომობილებს, რომელსაც ეს პრობლემა ჰქონდა. 23 წლის სექტემბრიდან ბოლომდე ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული ანალიზი. ამ პერიოდში დაახლოებით დაიწერა 5500-მდე საჯარიმო სანქცია 4 ქალაქში. მოხდა ანალიზი, მოხდა კონკრეტული ლოკაციების, ესე ვთქვათ, შერჩევა, სად იყო ესე ვთქვათ სისუსტეები, დავამატეთ კონკრეტული ეკიპაჟები, გავაძლიერეთ, აქ ჩვენ გვაქვს გამზომი ტიპის ხელსაწყოები, რომელიც სტაციონარულად არის ავტომობილებში შემონტაჟებული, ხდება როგორც ბენზინის, ასევე დიზელის რავიანი ავტომობილების გაზომვა. და დღეს უკვე 2 წლის თავზე, 2 წელზე ცოტა მეტი არის გასული, დაახლოებით 15000-ზე მეტი საჯარიმო სანქცია არის გამოწერილი და მათ შორის ვიზუალურად მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით უკვე ეს ვიზუალურადაც აისახა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ავტომობილი გვხვდება აი იმ ქალაქებში, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომელსაც მსგავსი ტიპის პრობლემა აქვს, იმიტომ რომ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. ინფორმაციულობის დონეც აქ საკმაოდ მაღალი არის, მოქალაქეებმა იციან, რომ უკვე საქართველოში მსგავსი ტიპის კონტროლს ახორციელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ასევე ბევრმა, ესე ვთქვათ, კეთილსინდისიერმა მოქალაქემ გადაწყვიტა, რომ საკუთარი, ესე ვთქვათ, ავტომობილში გარკვეული ტიპის პრობლემები მოაგვაროს, მონეტარულად ეს ბევრად უფრო ნაკლები უჯდება თითოეულ მოქალაქეს საშუალოდ, ვიდრე ის საჯარიმო სანქციები, რომელიც დაწესებულია. საწარმოო სექტორში უწყვეტი თვით მონიტორინგის სისტემაზეც მინდა გკითხოთ, რამდენად ეფექტური არის ეს მიმართულება, ეს მექანიზმი და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, საინტერესოა. კი ბატონო, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის რომელიც უკავშირდება ასევე ატმოსფერული ჰაერის დაცვას. მოგეხსენებათ, საქართველოში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ყავს იდენტიფიცირებული დაახლოებით 50-მდე დიდი ზომის საწარმო, რომელიც ითვლება პოტენციურ ჰაერის დამბინძურებლად. აქ იყოფა სფეროების მიხედვით, საქმიანობის სფეროების მიხედვით აღნიშნული, ესე ვთქვათ, კომპანიები, სადაც შედის ძირითადად ცემენტის წარმოება, ასევე რკინის წარმოება და ასე შემდეგ, მსგავსი ტიპის საქმიანობებზე გვაქვს საუბარი. რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ კომპანიებს დაუწესდათ ვალდებულებები, რომ ჩაერთონ თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში, სადაც ხდება მათი, ესე ვთქვათ, გაფრქვევებისა და ემისიების უწყვეტი თვითმონიტორინგი, რომელშიც ასევე დეპარტამენტი არის ჩართული, მათ უყენიათ გამწმენდი საშუალებები, გამწმენდი ფილტრების ვალდებულება. ძირითადად, ესე ვთქვათ, ქალაქ რუსთავში არიან განლაგებული მსგავსი ტიპის საწარმოები. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმ 50 საწარმოდან, რომელიც მსგავსი ტიპის, ესე ვთქვათ, საწარმოებს მიეკუთვნება და იდენტიფიცირებულია ჩვენი მხრიდან, ასევე გაბნეული არის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
და პლუს ამას მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ესე ვთქვათ თვითმონიტორინგის საშუალებები დაიხვეწა ბოლო წლების განმავლობაში, აქაც როგორც ხე-ტყის მიმართულებით და ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართულებით დაიხვეწა საკანონმდებლო კუთხე და მათ შორის გამკაცრდა შესაბამისი ჯარიმები და მინდა გითხრათ, რომ აქ მონეტარული საჯარიმო სანქციები ბევრად უფრო მაღალია, წყება 10,000 ლარიდან და შესაძლოა მიაღწიოს 50,000 ლარს. დიდი მადლობა, მოკლედ გაუფრთხილდეთ გარემოს, ეს არის მთავარი მოწოდება თქვენი სააგენტოსი და მთლიანად სამინისტროსი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგწონებისთვის მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ტარიელ ირემაძე, გარემოს დაცვითის ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. დაგემშვიდობებით.